წინასწარი შეფასებით 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა. იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი 8.4%-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სფეროში კონსულტაციების მოცულობის გაფართოებასთან, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში და განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირება გამოვლინდა. კლების ტენდენცია უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც შემცირების გამოწვევ მიზეზად გვევლინება ძირითადად სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტი, კერძოდ როგორიცაა გზების, ხიდების, ავტობანების და სხვადასხვა სახის შენობა ნაგებობების მშენებლობის ტემპის შემცირება. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების განათლების სექტორებმა, ასევე სხვა სექტორებსაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რაც ზოგადად მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც შენარჩუნდება, რასაც ხელშეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები. სასიხარულოა, რომ დაფიქსირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თვის ზრდა არის 8.8%, ხოლო ორი თვის იანვარ-თებერვლის არის 8.4%, უფრო მაღალი ვიდრე შაშანდელი წლიური შედეგი და ის რომ ზრდადია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და კეთილდღეობის დონე სწრაფად იუმჯობესებს.